გეუბნებიან რომ ეს კონტრაქტიო რატომ უნდა გაჩვენოთო? ეს ეხა რაღაცა საადგილმამულო ის ხო არ არის, ლენდლორდის მიწა ხო არ არის, არა? ანუ ეს არის საჯარო სიკეთე, ამაზე ამბობენ რომ თქვენ ვინც ამ ქვეყნის მოქალაქეები ხართ, ვინ გეკითხებათ ამ კონტრაქტში რა წერია? რატო ითხოვთ გამჭვირვალობას და ესე პირდაპირ ურცხვად და უტიფრად რანაირად აკეთებენ, ცოტა მიკვირს კიდეც, იმიტომ რომ ყველას მტრადაცხადებენ, ვინც ამაზე კითხვას ვამს, თქვენს რომ აგერ ნამოხვანში რომ ხალხი გამოვიდაო და რო არ მოგოცით საშუალება ამ ჰესის აშენებისო, ეხლა სახელმწიფო უფრო მაღალ დონეზე ავგა და ანუ უფრო კაი კუნთები გვაქვს და უფრო კარგ ჯანზე ვართო და ცხვირპირს დაგალეწავთო, მოკლედ პირდაპირ თუ გადატანითი მნიშვნელობით, ვინც აწიხ მას ამოიღებთო და რანაირად შეიძლება ესე პირდაპირ ადამიანი სახეში გირტყავდეს და გაფურთხებდეს და არ იყოს რა არანაირი ესე ვთქვათ უკუგება. ეხა მეორე ამბავია კიდე ხო, რაღაცა არაბიზაცია და ქსენოფობიასაც ტენიან რა, ეხა ადამიანებს არ ვიცი, ვიღაცებს შეიძლება ეგ განწყობებიც აქვთ კაცო და მაგას თვითონ აქეზებდნენ და თვითონ ყავდათ ეგ ჯგუფები, დღეს ვინც იძახის რომ კაიაო კაპიტალი შემოდის ქვეყანაში. მაგას რა მნიშვნელობა აქვს? აი რატო ღობავენ ამ იმას, მიწას? ხო, რა ვიცი, აი არაბების მაგიერე ხა მართლა რა ვიცი. ავსტრალიელები რო იყვნენ, ავსტრალიელები თუნდაც აბორიგენები. ჩვენ რა. შენ გეუბნებიან რომ მე კაკს ვაკეთებ, შენ უბრალოდ გაჩუმდი გამჭირვალობას. არ გინდათ გამჭირვალობა? აი, გამჭირვალობა უნდათ, მაგრამ თავისთვის არა. ყველაფერი უნდათ, მაგრამ რაც პასუხისმგებლობას ეხება, ის მათ არ უნდა ეხებოდეთ. მუდმივად ეს შენება, ხო? ოღონდ ისეთი შენება, რომ რაზეც ხელმისაწვდომობა ვიცით წინასწარ, რომ არ გვექნება, რა ვიცი, ვინც პატიოსნად შრომობს ამ ქვეყანაში, ის რაღაც ამ ახალ პროექტს გინდა არაბული იყოს და გინდა, რა ვიცი, რომელიმე ხა რაღაც თბილისელი ინვესტორის წარმოწებული, ხო, რაღაცა ჭავჭავაძის ქუჩაზე, გარედან თუ შეხედავ რა. ქვეყანაში ალბათ ეკონომიკა იზრდება, რასაც ესე ხედავთ, ოღონდ შორს, ხო? ანუ ფინანსური ყოველდღიურობა იზრდება, ფასები იზრდება, ხელფასები არ მიყვება ამას. გამდიდრდება ეკონომიკა, გაიზრდება ყველაფერი, მაგრამ შენ ამ ეკონომიკის ნაწილი არ იქნები. შენ უბრალოდ შეხედავ და იტყვით, რაღაცა PCH, რაღაცა ამის და ამის ინდექსით საქართველოს აიწია 17%-ით და შენ უნდა დაუკრათ აში, რომ ეკონომიკა გაიზარდა, მაგრამ მე მიხვიდე Liberty Bank-ში და გამოიტანო უკვე მოჭრილ კრედიტიანი პენსია.